აჰა, ესე იგი მე მინდეძი ნახე არა? ხო, ნახე. რეზოვი ჩვენთან ერთად იყო? არა. დარწმუნებული ხარ? კი, დარწმუნებული ვარ. იცოდი არ მომატყუო, თორემ შენც იცი რას დაგემართება. არ გატყუებ, რამდენჯერ უნდა აგიხსნა. აი, ახლა მეორე იმას შეხედე ეკრანს. რუიანი რო წერია. გამომისცემი ეგ ციგნი. მალე. წინაზე ხუთიანი რო ამოხსენი, კი რაღაც მოვკვდე, ეხლა რუიანზე რა დამემართება? ამოხსენი თქო. რა გინდა რა, რატომ აწამებ აქ? გამიშვიდა ყველაფერი შენით გაარკვიე, ვერ გავიგე რა გინდა ჩემგან. რაც უფრო მალე ამოხსნი, მით უფრო მალე დააღწევ ამ წყეულ ოთახს. თავს. აქ შენივე დაუფიქრებელი საქციელების გამოძი ხარ და თუ ესე გააგრძელე, უერე სიტუაციაში აღმოჩნდები, ხო გაიგე? ხო და ახლა კი მალე ამოხსენი ეგ წყეული რუიანი. თორემ შენ საყვარელ ადამიანს დაკარგავ. ხო გაიგე? აი ამოხსნათ რუიანი. ვესტები გავიხსენო, აბა. 21, 10, 16, 23, 4. მიდი ჯეისონ, მიდი ამოხსენი ეს წყეული რუიანი, მიდი. მიდი ჯეისონ. 22, 21, 4, 0, 14. ჯეისონ, მიყურე. დაფიქრდი, გაიხსენე ყველაფერი და ამოხსენი ეს წყეული რვიანი. მიდი ჯეისონ. ცდილობ. მიდი ჯეისონ. მიდი. რეზნოვი. რეზოვი? რუიანი რეზნოვია. რუიანი რეზოვი. ხუთიანი ირანი. ირანი და რეზნოვი. ირანი და რეზნოვი. რეზნოვი და ირანი. ირანი და რეზნოვი. რეზნოვი და ირანი. რას შეიძლება ნიშნავდეს? ირანი და რეზნოვი. რას შეიძლება ნიშნავდეს? ირანი და რეზნოვი. რეზნოვი და ირანი. რას შეიძლება ნიშნავდეს? არ ვიცი. კარგი, ამას მე მოვუვინეთ, კარგით. მოგესალმებით, ბატონო ჯეისონ. აი გამარჯობა შენი. მე ვიცი ვინც ხარ. რაც გაიგეთებია. მაგრამ ის არ ვიცი რისთვის დამემბარე აქ. რაულ მენენდეს. აჰა. ძალიან კარგი თუ ვიცი ჩემს შესახებ. შენს რო იცოდე რა მოხდა რა. მოკლედ მე ყველაფერი ვიცი ჯეისონ. ყველაფერი აბსოლუტურად. ვიცი რაც დაატრიალე საფრანგეთში, გერმანიაში და ასე შემდეგ. მოკლედ ვიცი რასაც საქმიანობ, როგორ და რანაირად. საიდან იცი?
ჩემ შესახებ მე მგონი ესე არის რომ შენს გარდა არავინ არ იცის, ამიტომ ჯობია რომ დაივიწყო. რადგან მე ვერაფრით ვერ დაგეხმარები, რაც არ უნდა გინოდეს ამ რისთვისაც დამიბარე დღეს აქ ამ ადგილას. მოგაიგე? ეხ, ჩემო ჯეისონ. როგორც მელაპარაკები, ხო? მომწონს. იცი მომწონს შენში. ეს დიდი ეგო რომ გაქვს. თავი კიტრად რომ მოგაქვს, ხო ხვდები? მაგრამ დიდხანს არ გამოგადგება შენ ეგო, ხო ხვდები? და უფროსებს როგორ უნდა ლაპარაკო, დიდიკო არ გასწავლა შენ ეს, ჰა? თუ რაშია საქმე? და რაც შეეხება რომ მარტო მე ვიცი ეს ამბავი, ეგრე არ არის. მე რო თქვი ყველაფერი ვიცი, თუ ესე იგი მართლა ყველაფერი ვიცი. და ესე იგი ისიც ვიცი, შენი პაძელნიკი ვინც არის. და ზუსტად აი მაგ პაძელნიკზე მჭირდება ინფორმაცია, ხო ხვდები რა? აჰა. ვინ პაძელნიკზეა საუბარი, აბა თუ შეგიძლია რომ მითხრა 1-2 სიტყვით. არა, არ ვიცი ეხლა მე მართლა ვიზია ლაპარაკი, იმიტომ მე მარტო მუშაობ ყოველთვის და ნუ ხო ხვდები არა, შენ ჩემ საქმიანობაზე იცი, ამიტომ დამალოს ადრე აღარ აქ და გიყვები ყველაფერს რა. მე არავინ არ მეხმარება. მარტო მუშაობ. ყველაფერს მარტო ვაკეთებ. შენგან განსხვავებით. არც ჯგუფი მყავს, არც ბანდა და ასე შემდეგ. ნუ მატყუებ ჯეისონ. ნუ მატყუებ. მე ვიცი. თუ ვიზეს ვლაპარაკობ და შენც იცი ძალიან კარგად. ეს არის ჩვენი ბატონი რეზნოვი. ვიქტორ რეზნოვი. დიახ, ვიქტორ რეზნოვი. რომელიც ჩემი მეგობარი იყო ადრე და ეხა უკვე ჩემი მტერია. და შენ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი აბსოლუტურად მასზე იცი, იმიტომ რომ მასთან ერთად მუშაობ და შენი პარტნიორია. უბრალოდ არ ვიცი სად არის, გესმის, თორე აქამდე ვიპოვიდი შენს დახმარების გარეშე, გესმის? ამიტომ ეხლა დროზე მითხარი სად არის ვიქტორ რეზნოვი და დავამთავროთ ყველაფერი. სანამ გაუბრაზებულ ვარ. თან შენ არ გინდა რომ მე გაუბრაზდე. ხვდები? რა ვიქტორ რეზნოვზეა ლაპარაკი? მე ხვდები. როგორც გითხარი, მე მარტო მუშაობ მეთქი. და როგორც ჩანს შენ ყურში გაგონების პრობლემა გაქვს. გითხარი მარტო მუშაობ ხო? შენ არ გესმის. რაც შეეხება ჩემს ეგოს, ხო? ფულმა მაიძულა ასეთი გამხდარიყავი. როგორც იცი ხალხს ფულის სანაცვლოდ ხოცავ. უბრალოდ 9 მილიონის სანაცვლოდ. მოკლედ, აქედან არაფერი არ გამოვა. და მე წავედი. კარგი წადი ჯეისონ, წადი, მაგრამ იცოდე რომ შენ სამ მოქმედებს კარგი შედეგები არ მოყვება. არა, არ მოყვება ნამდვილად. მაგალითად, როგორი იქნება, როცა მეისონს ვესტუმრები თავის სახლში დღეს? ა? რა სიძრავ? ოე, მენენდეს, მომისმინე ახლა კარგად ჩემო. მეგობარო თუ რა ხარ? მეისონს თავი დაანებე. ის არაფერ შუაში არის. საერთოდ უდანაშაულოა. და თავი დაანებე, გესმის? გაფრთხილებ. ეხ, ჩემო ჯეისონ. შენი მუქარა არაფერს არ გაჯრის, რადგან ჩემთან ბრძოლა წაგებული თამაშია. და შენც ხო? გაიზიარებ იმ ბედს, რომელსაც არ მოელი ჩემთან ბრძოლაში. რაც შეეხება მეისონს, ის შენ გახადე ამ თამაშის ნაწილი.
შენ დაიწყე და შენივე დაასრულებს. ეს შენი უსაგნო ლაპარაკი ჩემზე არ მოქმედებს. მე წავედი. წადი ჯეისონ, წადი ოღონდ იცოდე რომ ეს ლაპარაკი შედეგს თუ ვერ გამოიღებს ჩემთვის, ხო? ცუდად დამთავრდება ყველაფერი. მე მithქვამს. ყოვლად გამოუსადეგარები ხარ. როგორ გაგექცათ ის ტიპი, როგორ? უნდა დავიჭიროთ რა. უნდა რამე გეგმა უნდა დავსახოთ და უნდა დავიჭიროთ. რამენაირად. ხელცარიალები ვერ დაუბრუნდებით საფრანგეთში, ვერა. რამე გეგმა გვჭირდება სასწრაფოდ. აგებოს დავიჭირეთ ეს ტიპი. თურმე რაღაცებს გვითვალთვალებდა იქ და ამოვიყვანე რა. დასვით, მოდით. ხო, აბა რა ხდება, სადაიჭირეთ, რატომ, რისთვის? ამიხსენით აბა ყველაფერი. გარეთ გვითვალთვალებდა. გარეთ გვითვალთვალებდა? რატო გვითვალთვალებდი, ხა ბიჭო? არა, რა გითვალთვალებდით, უბრალოდ დავდიოდი ჩემთვის და პოლიცია რო შემნიშნე რაღაცა და გაუცებული დავჭი მეთქი რა უნდა თამათ არ თქო. თან საფრანგეთის პოლიცია ხართ, ვიცი. იგივე მარტივად. ანა პოლიციელები აქამდე არ გინახავს, ბევრი პოლიცია ერთთან, ჰა? არა, სამწუხაროდ. არა. მე რაღაც ეგრე რომ მგონია. მე არ ვიცი თქვენ რა გგონიათ, მაგრამ რასაც ლაპარაკობ სიმართლეა. კი. არ ვიცი, რამე აღმოუჩინეთ, რამე ქონდა თან, ჰა? კი, უფროსო, რაღაც დიდძალი ფული ქონდა. ჩანთა უნახეთ და ძალიან ბევრი ფული ქონდა, რაღაც 9 მილიონამდე იქნებოდა. 9 მილიონი. ქეშა, 9 მილიონი ქეშა დაგაქვს, მაგდენი ფული გაქვს. რაღაცა ბიზნესი უნდა წამომეწყო და მაქედან მაქვს რა და მე ბანკსაც ვესესხე. თქვი აბა რა ბიზნესი? რა საქმიან უკვე? თქვითქო ბიჭო, მალე. არაფერი ჩვეულებრივი ბიზნესია, როგორც ბიზნესმენები აკეთებენ დღეს ხო ხვდებით რა. და რა საკეთებენ თქვითქო, ხო გეუბნები არა? რამდენჯერ დამშვიდით კაცო, ამშვიდით. თქვითქო ბიჭო, მალე. კარგით, დამშვიდით, ხო? აი, ვიტყვი, ხო, დამშვიდით, ბატონო პოლიციელი. მალე. მოკლედ, ადამიანებს რაღაცეებს ვავალებ და ისინი მისრულებენ რა და ფულს მე ვიღებ და მე ვურიცხავ რა. ხო და რა სავალებ? მოკლედ ადამიანებზე ნადირობას ვავალებ და ისინი ასრულებენ ამას. ო. ხალხს კლავ ბიჭო? მე არა, ისინი კლავენ. შენი დავალებით. ხო, მაგრამ მე ხო არ ვკლავ რა. შენ ვარ დაგევალებინა, არც მოკლავდნენ. გამიგეთ რა, ჩემი საქმე არის რა ეს. მეც მავალებს ვიღაცამ არა? კაი, აბა ყველაფერი მოყევი ბიჭო, ვინ გავალებს, ვისავალებ, ბოლოს ვის დაავალე საერთოდ. ყველაფერი მოყევი, მიდი. არ ვიცი ბოლოს ერთის დავავალე, არ მახსოვს. აბა აღწერე როგორი იყო, რა ქვია. ვიცი, ტურა ვინ არის? ტურა რა, გაგონილი გექნება ესეთ კაცს, უოჭველი გექნება გაგონილი, თავს ნუიდებილე ბიჭო. ხო არ ვიცი მე რაზე ლაპარაკობ, მაგრამ ბოლოს ერთ ტიპს დავავალე, შევხვდი და
9 მილიონად დავავალე. რომ ვიღაც ტიპი მოეკლა სტადიონზე. სტადიონზე მოეკლა ვიღაც ტიპი. აბა ამიღწერე ეგ ტიპი ამიღწერე. რა ქვია? რაცვია? როგორ გამოიყურება? ყველაფერი ამიღწერე, მიდი აბა. სახელი და გვარი არ ვიცი, მაგრამ ერთი იმას გეტყვით, რომ შავები ეცვა. და წვერები ქონდა. აი თუ გინდათ ფულს თუ მომცენ დაგიხატავთ როგორი არის, აღწერით ვერ მივხვდებით და. აჰა. მიდით აბა მიეცით ფურცელი, ბიჭებო. ახატოს ჩვენმა პიკასომ. აი სულ ეს არის, ინებეთ. მომოცი ფურცელი. აჰა. ეს ტიპი აეროპორტში ასი არა კარგით აბა ბიჭებო მოკლედ ძებნა გამოაცხადეთ ამ ტიპზე ფურცელი ნახატი გვაქვს ყველამ ძებნა გამოაცხადეთ საფრანგეთშიც და გერმანიაშიც აბა ბიჭებო შეუდექით საქმეს მიდით Brezhnov, ახარ, ვიმეორე Brezhnov. კი, ჯეისონ, აქვე, რა ხდება? მოკლედ, მისია შესრულებულია. ის ტიპი მკვდარია. ოჰო, რა კაი სიახლეებია, მომწონს. ერთი პრობლემაა, რომ პოლიცია აგვეკიდა. ვაჰ. მე რა ქნეს, დაგინახეს? არა, დანახვით ვერ დამინახეს, მაგრამ ამეკიდნენ და გამოუექეთ ძლივს რა და მოკლედ ხა აქ დარჩენა ძალიან სახიფათოა და მითხარი ხა დავბრუნდე საფრანგეთში? ნუ, პრინციპში გერმანიას საქმეები მორჩა, ამიტომაც, კი, შეგიძლია რომ დაბრუნდე. კარგი დავბრუნდები, თორე აქ დარჩენა სახიფათოა. ყველა კუთხე კონტროლში პოლიცია დგას. აჰა. კარგი წამოვა. მიდი. Давай. Spok. აი. აბა ნახოთ აქ რა ხდება. აჰა, ეს რა ხმარ? ვიღაც არის კარებზე. ანა. გამარჯობათ. გამარჯობა, ბატონო მეისონ. როგორ ბრძანდებით? რა ხდება? გიცნობთ ვინ ხართ? აი ეს უკვე ძალიან მეწყინა რა, რო არ მიცნობ მე. ძალიან მეწყინა. მე როგორ არ მიცნობ? კაი. მოკლედ. შენთან სალაპარაკო მაქვს მეისონ. და თუ შეიძლება რომ სახში შევიდე, თორე ცოტა არ იყოს და ცივა, ხვდები. კაი, შევიდეთ. დამძანეთ. მადლობთ თუ შეიძლება. ამობრძანდით შეგნით იქით. დამძანეთ. შევამბრძანდით შეგნით თუ შეიძლება. მადლობთ. რა თავაზე ამბრძანდებით? წამოვლეთ, იქით დავждეთ. წამობრწანდით. კი ბატონო. ძალიან მყუდრო სახლი გაქვთ ბატონო მეისონ. აჰა. მოდი ეს ყვავილები არ გვინდა. ცოტა რაღაცა რომანტიკულ ვახშამზე ხო არა ვართ არა? კაი, თქვენ როგორ სიტყვით?
მოკლედ რაღაც ამჯერა რომ შენ მე არ მიცნობ. იცი ვინც ვარ. ნუ ვიცი ვინც ხართ. რამდენჯერმე ტელევიზორშიც გახსენეს, მაგრამ ესე. ნუ ხვდებით. ჩემთან რა გინდა თქვენ მაგას ვერ ხვდები. ხო, ნუ ეხლა გადავიდეთ პირდაპირ საქმეზე, არ გვინდა ამდენი ლაპარაკი. მოკლედ აქ იმიტომ მოვედი დღეს რომ საქმე ეხება შენს ძმას. ჩემს ძმას? დიახ ბატონო. რა ხდება? სამშვიდობო? მოკლედ ესე ვთქვათ შენ ძმაზე არაფერი არ იცი საერთოდ. ნუ რა უნდა ვიცოდე? რაზე საუბრობთ თქვენ, რას გულისხმობთ? ვახ, კაცო შენი გამკვირვებია რა. შენი გამკვირვებია, როგორ არ იცი შენ ძმაზე არაფერი. მოკლედ საქმე იმაშია, რომ ძალიან სულ რაღაცებს ჩადის და მინდა რომ ეს მესიჯი იმას გადასცე. ნუ მე პირადად ვნახე კიდევაც ის, მაგრამ როგორც ჩანს დიდი ეგო აქვს და ძალიან ბლატაობს და საერთოდ არ მომისმინა კიდეც. ხო და იქნებ ძმას მაინც მოусმინოს და მინდა რომ ეს მესიჯი გადასცე მას, როდესაც დაგიტოვებ. რომ აი ეს ხო, ხვდები? ნუ კარგით. გადავცემ. და პირდაპირაც გეტყვი რა, მოკლედ. გისმენთ? გააჩეროს ერთი ადგილი რა, თორემ ჩემ გავრაზებას არ გირჩევ. არ შენ და არ შენს ძმას. თან ჩემთან ბრძოლა წაგებული თამაშია. არ გირჩევთ ამას, და ამიტომ მინდა გადასცე რომ გააჩეროს ერთი ადგილი, თორემ მე რო უკვე ცუდი შედეგები მოყვება ამას თან საკმაოდ. თან მე თქვენგან ერთ რაღაცას ვითხოვ. დიახ, გისმენთ? რა ხდება? მე ვითხოვ ვიქტორ რეზნოვს. საერთოდ არა ეს არის რომ თქვენ ჩაერიოთ, თან თქვენ მოკვდეთ, თან რამე ეგეთი. თან არც მინდა, ხო ხვდებით, თქვენ ხო აი მაგალითად შენ ხო უდანაშაულო ხარ, მაგრამ შენი ძმა ნაკლებად უდანაშაულოა და არ მინდა მაინც თქვენი მოკლა. ხვდებით, თან არ შემიძლია ეხა ამის გაკეთება ძალიან ძულს ესეთი რაღაცების კეთება, ხვდები და მოკლედ მინდა რომ ვიქტორ რეზნოვი პირადად გადმომცეთ შენ და შენმა ძმამ. ვიქტორ რეზნოვი საერთოდ არ ვიცი მაგ პიროვნებაზე ვინ არის. დაელაპარაკე შენ ძმას და აუცილებლად აღიხსნეს ვინც არის და მოკლედ თქვენი გადასაწყვეტია. ნუ გადმომცემ თუ არა ვიქტორ რეზნოვს. ის მე მჭირდება. მე პირადად ჩემ მაქსიმუმს აუცილებლად ვეცდები, ჩემ ძმასაც დავილაპარაკები, ყველაფერს ვიზამე, საერთოდ ყველაფერს ვიზამ. იზამ, აბა რას იზამ? მაგ შკუაზე ხარ. მოკლედ ჩემი სათქმელი გითხარი. შენ ძმა გააჩერე. და საერთოდ შენ ძმაზე გარკვი რა რაღაცები რა. მოკლედ მე არ გეტყვი ხა მაგას. შენით მინდა რომ მიხვდე რა. აი მაგალითად რამდენიმე ერთი კვირის წინ რა მოხდა საფრანგეთში მკვლელობა, მაგალითად გუშინ გერმანიაში. ჩემი ძმა არის რაიმე შუაში მაგასთან? არ ვიცი, შენით მიხვდი. მოკლედ ეხლა მე წავედი და დაელაპარაკე შენ ძმას აუცილებლად. აბა შენიცი მეისონ, შენი იმედი მაქვს, იცოდე შენი იმედი მაქვს, ხვდები? ნუ მე ჩემ მაქსიმუმს ვეცდები. ხვდებით? მე საერთოდ ყველაფერს ვიზამ რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდეს და თქვენ მაყოფილი იყოთ. მე ჩემ მაქსიმუმს ვეცდები. კარგი. მოკლედ ეხლა რაღაცას გეტყვი და თუ გინდა მუქარად მიიღე და თუ გინდა რაც გინდა როგორც ისე გინდა მიიღე რა. ჩემი სათქმელი გითხარი მოკლედ. ან გადმომცემთ რეზნოვს. ან არა და ყველა მოკვდებით. სათითაოდ დაგხოცავთ ყველას. გინდა მუქარად მიიღე. გინდა რჩევათ. გინდა როგორც გინდა ისე.
კარგით. სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიღალე უკვე ამ თემით და ან გადმომცემთ რეზონანსს, ან არადა ცუდად დამთავრდება თქვენი საქმე. კარგით. მე დავამთავრე. წავედი. და დაფიქრდი, რასაც ვილაპარაკე. კარგით. კარგად იყავი, მე ისო. კარგად. გაცილება არ მინდა. აბა, რა ქენით ბოს? ყველაფერმა კარგად ჩაიარა? ყველაფერმა კარგად ჩაიარა. თქვენი ის მითხარით ეხლა. იარაღებზე რა ხდება? იარაღები უკვე ყველაფერი მზად არის. წამოვიდეთ თუ გინდათ, შეგვიძლია რომ ვნახოთ. მზად არის უკვე ყველაფერი. ძალიან კარგი. მოკლედ, ეგ იარაღები მაინც მზად გქონდეთ ყოველ შემთხვევაში, რადგან შესაძლოა დაგჭირდეს ძალიან მალე. კარგი. ყველაფერი მზად იყოს. კარგი. ახლავე წავიდეთ და ვნახოთ, ჯობია. რათა დავწმუნდე. წავიდეთ მაშინ. კარგით, gracias amigos. რა შევით, აბა იარაღი მზად არის? კი, ბოს, აი ეგ კედელზე არის, ჩამოკიდებული. Estadia muertes. ¿Cómo estás? ამით ძალიან მაგარ ამბებს დავატრიალებთ, ძალიან მალე. კი, ბოს, ძალიან მაგარი იარაღია.